საცობში შეგიძლია კაი ხასიათზე იყო. არაპრაგმატული სისულელე. გინდა რომ ვიღაცას მოწონდე და უყვარდე და დაფიქრდი რა ემოციას ტოვებ იმასთან. გონიერება რაშია? ჩვენ ვიქცევით, მაგალითად ნახე სპონტანურად, თქვა რაღაცაზე მომიშალეს ნერვები, ჯერ არ უნდა მომიშალოს, მაგრამ წამოვედი და სახში მომუშალე ყველას ნერვები. არაპრაგმატული სისულელე. ანუ იუარყოფითი ემოცია წამოვიღე სახში დავდო. ხო და როცა ამას ისწავლეთ, ნახეთ თქვენ შეძლებთ რომ დადებითი ემოცია შექმნათ იქ, სადაც თქვენ ხართ. და თუ ახლა მაზოხისტი არ ახარ, სამსახურში დადებითი ემოცია მაქვს, სახში მივედი, ყველა კაი ხასიათზე დავაყენე, საცობში შეგიძლია კაი ხასიათზე იყო. თუ კარგად დაფიქრდები, ჩემ თავს ხოლმე ფიქრებს ვიჭერ, ხო? არ ვაგვიანებ საერთოდ რა, იშვიათად რომ მე დავაგვიანო, მიუხედავად რომ პრობლემა არ მაქვს, რომ დავაგვიანო ხოლმე, მაგრამ გავედი და სკოლები რო დაემთხო ზაფხულის რეჟიმზე რო სკოლები რო დაიწყო, უკვე გავიჭედ და 27 წუთი ერთ ადგილას ვდგა. ხო ნერვები მომაშალა, იმიტომ დაგვიანებული ვარ. ნახეთ თავი ჩემი დაახლოებით როგორ მუშაობს. ახლა რას ვერ ვაკეთებ? დაგვიანებული უკვე ვარ. და რა შემიძლია? ნერვები რაღაცა უნდა მოვიშალო. ძალიან ადვილია ყურადღება აქედან გადავიტანე ძღოლებზე, ვიღაცას შევხედე და მათქი ამან საერთოდ პირი არ დაიბანა, ისეთია მეორე ტიპს რა შევხედე, მერე მუსიკა შევედი, მივედი დაგვიანებული, ოღონდ არა ნერვები მოშლი. იმიტომ რომ ის ჩემ ხელში იყო და ეს არ იყო ჩემ ხელში. რაღაცას რო ვაკეთებ, ხო უნდა მივხვდე რას ვაკეთებ. ყველა მოქმედება და ფიქრი არის ენერგიის ხარჯვა. და ეს ენერგიის ხარჯვა და ფიქრი უნდა გახადო ცუდად ჟღერშელმა რომ მომგებიანი, რატო რას ვაკეთებ. ჩვენ იმდენ სისულელებს ვაკეთებ, აი პრინციპის ამბავია რო ხოლმე, ხო? რაღაც მეუღლესთან ხარ, ნაჩხუბარი და მოხვედი და გეკითხება ხშია და არა. მაგრა დავსაჯე და ავჩი მშიერი. რა არის ახლა? აბსოლუტური სისულელე. ასე თუ გავაანალიზებთ ჩვენ ქცევებს, ხშირად აღმოჩნდა რომ აი ახლა რაც გააკეთე რა. არც არაფერი მიიღე, კიდე რაღაც შენ თავში მოირტყი, ის დააზიანე. აი საერთოდ რას ვაკეთებთ არ ფიქრობთ. ამიტომ აი ამ ურთიერთობებში, იმიტომ ჩვენ არ ფიქრობთ ემოციები როგორ მართოთ. გინდა რომ ვიღაცას მოწონდე და უყვარდე და დაფიქრდი რა ემოციას ტოვებ იმასთან. სულ რო გეწუწუნები. აი თქვა დავიწყე წუწუნი. წუწუნი რა არის? ხო პრეტენზია. უნდა დაგერეკა. მე შენზე ერთი, წავიდე უარყოფითი ემოცია. მეორე. მესამე. აღარ უნდა რა ჩემთან რა. всё.